გამარჯობა. ამ ვიდეოში დავწერთ Python-ის კოდს, ოღონდ ჯერ ამას დავწერთ პროცედურულ სტილში და მე ვნახავთ როგორ შეგვიძლია ამისი refactoring-ი, ამისი ფუნქციონალურ სტილში ჩაწერა. და თან მივაქციოთ ყურადღება, როგორ შევქმნათ ფუნქციები, როგორ მივხვდეთ, რომ ფუნქციები გვჭირდება და აი მსგავსი რაღაცები. აი ეს იქნება ძირითადი აქცენტი ამ ვიდეოში. კარგი. ეხლა მე რა მაქვს აქ? აქ არ მაქვს ესეთი files folder-ი და შეგნით მაქვს რაღაცა თითო წინადადება წერია ორივეგან რაღაცები წერია Python-ის შესახებ. და ჩვენ აი ამ ფაილში ახლა უნდა დავწეროთ Python-ის კოდი, რომელიც ამ ფაილებს ყველას სათითაოდ წაიგითხავს და რეალურად დაითვლის რამდენი სიტყვა არის უფრო დაითვლის სიტყვების რაოდენობას მათში. აი მაგალითად, რამდენჯერ არის სიტყვა არის Python-ი გამოყენებული, რამდენჯერ არის სიტყვა, ნებისმიერი სიტყვებს დაითვლის რა. აი მაგალითად, ეს რო გავხსნათ, ხომ არის Z Vibrant Python ecosystem რაღაცა. და აი ეს სიტყვა Python-ი რამდენჯერ არის გამოყენებული, არა მარტო file 1-ში, არამედ file 2-შიც, file 3-შიც. ჯამურად რამდენჯერ არის ეს სიტყვა გამოყენებული. ხომ? აი მაგას დავითვლით. კარგი, მოდი ახლა. და ეს ყველაფერი მე ახალ txt ფაილს გავაკეთებთ და იქ იქნება ეს ინფორმაციები შენახული. იქ ეწერება დავშოთ Python-ი, ამდენჯერ არის ნათქვამი. რაღაცა სიტყვა კიდე, აი ამდენჯერ და ასე შემდეგ. კარგი, მოდი ახლა ამისთვის ჩვენ შემოვიტანოთ glob-ი, რომელსაც გამოვიყენებთ ესეთი საქმისთვის. ჩვენ გვჭირდება file path, ანუ აი ამ ყველაფრის აი ამ ფაილების, აი ამ ამათი მოხელთება გვინდა, რომ შემდეგ ისინი for loop-ით გავიაროთ, მერე სათითაოდ ყველა გავხსნათ, წავიკითხოთ და რაღაცები ჩავატაროთ შიგნით. ამიტომ გამოვიყენოთ glob-ის ესეთი ფუნქცია, რომელიც ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ ერთ ლისტად გვქონდეს აი ეს ფაილები. ოღონდ ჩვენ დავუთხრათ ახლა ამას მისამართი, თუ სად არის ის? ის არის, ანუ ეს ფაილები. სად არიან ისინი? ეს არის files folder-ი და შიგნით ჩვენ გვაინტერესებს პრინციპში ყველაფერი. ამიტომ მოდი უბრალოდ გავაკეთოთ ესეთი ფიფქი. ან შეგვიძლია დაგვეზუსტებინა, რომ აი წერტილი txt-ი რო ბოლოვდება. ანუ ჩვენ გვაინტერესებს files folder-ი და შიგნით მდებარე ფაილები, რომლებიც ბოლოვდება წერტილი txt-ზე. და მარცხენა მხარეს ნებისმიერი რაღაცები შეიძლება ეწეროს, ხო? სხვა სახელები შეიძლება ერქვათ მათ, მაგრამ მთავარია რომ წერტილი txt-ზე ბოლოვდებოდეს. ესეთ რაღაცას ვეუბნებით. მოდი ახლა ამ წუთას ეს დავპრინტოთ ჩვენ. და შევხედოთ რა გვაქვს. აი ეს ფაილები გვაქვს სტრინგის სახით ლისტში. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ისინი გავიაროთ ყველა სათითაოდ for file path in file path. და რა გავაკეთოთ? თითოეული გავხსნათ file path, უბრალოდ აქ file path ხო ისედაც string არის, file path ეს file content slot-ში შევინახოთ, წავიკითხოთ ეს და თან ასე დავაპატარავოთ ყველაფერი. რომ მაგალითად ის არ იყოს ესეთი შემთხვევა, ხო, რომ ერთგან შეიძლება სიტყვა Python-ი იყოს პატარა ასოებით დაწერილი, მეორეგან შეიძლება დიდი ასოთი იყოს. ჩვენ გვინდა რომ ორივე ეგეთი შემთხვევა დავითვალოთ, ორივე ეგეთი შემთხვევა დავთვალოთ, ამიტომ ყველაფერი დავაპატარავოთ. ხო, რომ შედარებები გავაკეთოთ კარგად, ხო, კარგად დავითვალოთ ისინი. კარგი. ეხლა მოდი ყველაფერი ეს გავსპლიტოთ ჩვენ ცარიელ სივრცეზე. ხო, ცარიელ სივრცეზე რომ ინდივიდუალურად გქონდეს სიტყვები. ეხლა ცხადია რომ აქ ცოტა პრობლემები იქნება, იქ სადღაც მძიმეების ამბავი ესა დავაიგნოროთ ზედმეტი დეტალები. ხო, უბრალოდ რაც გავაკეთეთ არის რომ მთელი ფაილი წავიკითხეთ და შევინახეთ ამ content slot-ში. და შემდეგ content slot-ში შენახული ეს წინადადებები უბრალოდ გავსპლიტეთ. და ამას ვაკეთებთ თითო წრეზე. ანუ თითო for loop-ის წრეზე ჩვენ ვხსნით თითო ფაილს. აი ამათ. და ვაკეთებთ აი ამ პროცედურებს. კარგი, ეხლა მოდი ჩვენ აქ ზემოთ შევქმნათ ესეთი ამის ქვეშ შევქმნათ word counter dictionary,
რომელშიც შევინახავთ სიტყვებს და მათ რაოდენობებს. დავწეროთ for word in words, ხო, I am სიაში. ჩვენ ახლა გადავიტანოთ ეს სიტყვები და თან ეს მთვლელი მექანიზმიც გავუკეთოთ ამას, ხო? Word counter word word counter get და get-ს გადავცეთ word-ი, თუ ეგეთი არსებობს, დაგვიბრუნოს, თუ არა და 0 დაგვიბრუნოს და ამას დავამატოთ 1. აი ესეთნაირად ჩვენ შევძლებთ, რომ დავითვალოთ სიტყვები და თან ეს ყველაფერი შევინახოთ dictionary-ში. ანუ როგორ dictionary-ს მივიღებთ, ჩვენ გვექნება სიტყვა ამ dictionary-ში და გვერდზე თუ რამდენჯერ არის ეგ სიტყვა გამოყენებული. კარგი. ეს მოივლის ახლა ყველა ფაილს, ხო, for loop-ი არის. ჯერ ეს იქნება, მერე ეს და ყველაფერი ყველა ეს ინფორმაცია ინახება აი ამ dictionary-ში. ამის შემდეგ მოდი შევქმნათ ხო რავი თუ პრინციპში საინტერესო არის. მოდი დავპრინტოთ ჩვენი word counter-ი და შევხედოთ უბრალოდ ამ წუთას როგორ აი ამ for loop-ებს რო დაამთავრებს, როგორ გამოიყურება, ესეთ გამოიყურება. თურმე მქონია z article ორჯერ გამოყენებული, vibrant ერთხელ, Python-ი თურმე ორჯერ ყოფილა და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, ეს არ არის ზუსტი. ახლა ჩვენ აქ ეს არ გვაინტერესებს, მაგალითად ecosystem და მძიმე. ესეთი სიტყვა გვაქვს ერთხელ ყოფილა გამოყენებული. მაგრამ ხო შეიძლება ecosystem კიდე იყოს, თორემ მძიმის გარეშე და ხო ჩვენ ეგეთი მეებს არ ესეთ შემთხვევებს არ ვითვალისწინებთ. ამიტომ არა უშავს იყოს ახლა ამ წუთას ეს როგორც არის ჩვენ სხვა რაღაცაზე გვექნება აქცენტი. კარგი, ახლა დავწეროთ შევქმნათ გავხსნათ ფაილი word count.txt გავხსნათ ეს write mode-ში და აქ ჩავიწეროთ ჩვენ ეს ყველაფერი. For word count in word counter items file write და აქ ჩავწეროთ word და ასევე რაოდენობა, ხო? count. ბოლოში new line გავაკეთოთ, რომ ახალ ხაზზე დაიწყოს ყოველი ახალი ჩანაწერი. კარგი, ეს არის ჩვენი კოდი. ეხლა აქ ცალკეულად ჩვენთვის არაფერი დიდად ახალი არ არის, ხო, ეს კი გაჩვენეთ და დანარჩენი უბრალოდ for loop-ები არის და ფაილის გახსნა და ხორვა lower split-ი, რაც ბევრჯერ გვაქვს ნანახი, ხო, ესეც dictionary-ის მეთოდებზე, თუ არ გახსოვთ, აი get მეთოდი, თუ გინდათ მაინც კიდე კარგად გადაიმეორეთ. ანუ ყველაფერიზე გვაქვს ჩვენ ასაუბრები. ხო, მაგით თუ რამე გაინტერესებთ და რამე ვერ გაიგეთ, მითხარით. მოდი ხა გავუშვებ მე ამ კოდს და შევხედოთ დაგენერირდება, ანუ შეიქმნება თუ არა ესეთი ფაილი. და შიგნით რა გვექნება, გავუშვათ და აი, კი ბატონო, გვაქვს word count.txt, სადაც გვაქვს ეს ინფორმაცია შენახული, ხო, რომელი სიტყვა რამდენჯერ არის გამოყენებული. კარგი. ეხლა მოდი, აი ეს ჩვენი იგივე კოდი ჩვენ შევქმნათ ფუნქციონალურ, ანუ ზუსტად იგივე კოდი დავწეროთ ოღონდ ფუნქციებით. ეს არის პროცედურულ სტილში დაწერილი. და ყველაფერი გადავიყვანოთ ფუნქციებში. ეხლა პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება ესეთ რაღაცას. რამდენი სხვადასხვა საქმე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაკეთდა აი ამ ერთ პატარა Python-ის სკრიპტში, Python-ის კოდში. ეხლა ერთ-ერთი საქმე არის აი ამ ფაილების ერთ ლისტში მოქცევა, ხო? შეგვიძლია? ანუ ლოგიკურად ეს არის რაღაცა ერთი საქმე. ხო? მეორე და ლოგიკურად განსხვავებული უკვე საქმე არის აი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს საქმე არის მთლიანად ერთი დიდი საქმე, რომელიც აშკარად ლოგიკურად ამისგან განსხვავდება. ხო, ეს აქ სხვა რაღაცა კეთდება, ხო, რაღაცა ფაილების მისამართები შევაგროვეთ ერთ ლისტში. ხო? და ეს არის კიდე სხვა საქმე და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ამათ შორის არის ლოგიკური განსხვავება. აქ სხვა რაღაცა გეთება, აქ სხვა რაღაცა გესდება. ხო, ну რა გესდება კერძოდ dictionary აი ამ მთელი კოდის ბლოკის მუღამი არის, რომ შეიქმნას dictionary ამ key-value წყვილებით. ხო? და შემდეგ კიდე ესეთი რაღაცა კეთდება, სადაც იქმნება ფაილი და შიგნით იწერება რაღაცა მონაცემები. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მთლიანი კოდი არის დაყოფადი ძალიან ინტუიციურად სამ სხვადასხვა საქმედ. ანუ აქ ჩვენ გვაქვს სამი ლოგიკურად ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული ცხადია. მაგრამ ლოგიკურად ერთმანეთისგან განსხვავებული კოდის სამი ბლოკი. რაღაცა ერთი ნუ გასაგებია ერთხაზიანია, ეს ცალკე ამბავი არის, ეს ცალკე ამბავია და ეს კიდე ცალკე ამბავია. სამი სხვადასხვა საქმე გაკეთდა. ხო, ეგეთ დროს ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ფუნქციები. ზოგადად ფუნქციებს ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ერთი კონკრეტული საქმე. ეცადეთ ყოველთვის რომ ფუნქციამ ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა რამე კი არ გააკეთოს, არამედ თითოეული ფუნქციის პასუხისმგებლობა იყოს, რომ ის რაღაც ერთ კონკრეტულ საქმეს აგვარებს. ხო? ეხლა ვინაიდან ჩვენ გვაქვს სამი განსხვავებული საქმე, ეს კოდის ბლოკები წავიღოთ და სამ განსხვავებულ ფუნქციაში ჩავსვათ. ხო, სამი განსხვავებული ფუნქცია გვქონდეს. მოდი მე გვეწეროს პრინციპში ეს კოდი და შევქმნათ main 2.py გავაკეთოთ და აქ დავწეროთ ახლა ჩვენ იგივე, ოღონდ პროცედურულ სტილში. მოდი ეს დავშალოთ და ახლა ფუნქციების დავწეროთ იგივე და დავაგენერიროთ ეგ ფაილი. ცხადია რომ ამისთვისაც გლობის შემოტანა დაგვჭირდება ჩვენ. ეხლა მოდი ჩვენ მოვიფიქროთ პირველ რიგში, main ფუნქციაც გამოვიყენოთ, ეს main-ი გამოვიძახოთ ბოლოს. და ეს main ფუნქცია ან შეგვიძლია თავში გვეწეროს ეს main ფუნქცია. როგორ მინდა რომ main ფუნქცია გამოიყურებოდეს. როგორი დიზაინი ჰქონდეს ამ main ფუნქციას. ნუ მე სადღაც ქვემოთ უკვე ხდება ბოლოში რომ დავამთავრდო main-ის გამოძახება. კარგი, ეხლა ჩვენ აქ შევთანხმდით რომ სამი სხვადასხვა საქმე კეთდება. მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ჩვენ პირველ რიგში მოვიპოვეთ ისინი, ხო, მისამართები. file pass და თან ეგეთ ცვლადში შევინახეთ. აქაც მე ეგეთ ცვლადს შევქმნი. და ეს საქმე, ამ მისამართების შეგროვების საკითხი. ჩვენ დავავალოთ ესეთ ფუნქციას სახელად get file pass. ეგეთ ფუნქციას, ოღონდ ეს ფუნქცია ჯერ ჩვენ არ აქვს შექმნილი. მოდი დავწეროთ აქ get file pass. და მოკლედ ამ ფუნქციას ჩავაბარებთ მაგ საკითხს. ხო? და მე ეს დააბრუნებს ზუსტად იგივეს. ეს ხო აბრუნებდა list-ს, სადაც ეს ფაილების სახელები იყო ჩამოთვლილი. ეგ დაევალება ეხა ამ ფუნქციას. ხო, ეს დააბრუნებს მაგ list-ს, რომელსაც ამ ცვლადში შევინახავ. აქაც ხო მაგას ვაკეთებ უბრალოდ ეხლა ეგ საქმე მე რაღაც ცალკე თქო ფუნქციას დავავალე. რომელსაც აქ შევქმნი ცოტა ხანში. კარგი. ეხლა მეორე ჩვენ აქ მეორე საქმე რა გავაკეთეთ, ხო, რა ცალკე ბლოკი გვქონდა ჩვენ აქ რა კოდის ბლოკი გვქონდა. ამ კოდის ბლოკის მთელი აზრი, ასე ვთქვათ, იყო, რომ ეს dictionary შექმნილიყო. შეიძლება კიდე სხვანაირადაც დაყოთ ეს საქმეები, მაგრამ მოდი ჩვენ ესე შევთანხმდით. ამ dictionary შექმნა იყო მეორე დიდი საკითხი ჩვენთვის. ამიტომ მოდი მე ზუსტად იგივე, word counter ამ ცვლადს შევქმნი და ეს ამ ყველაფერს შევიდან ფუნქციაში და ეგ ფუნქცია დააბრუნებს მერე ზუსტად ამ კოდებით, ამეებით შევსებულ dictionary-ს. დავარქვათ მაგას მაგალითად count words in files.
აი ეგეთი ფუნქციას შევქმნი და მაგისი აი ამის მოვალეობა იქნება, რომ დააბრუნოს dictionary. ხო? ჩვენ ხო ჯერ ცარიელი გავაკეთეთ, მერე შევავსეთ ეს dictionary, ხო? აი ზუსტად აი ეს პროცესები მოხდება აი ამ ფუნქციის შიგნით და მოდი შევქნათ ეგ ფუნქციაც def count words in files და ჯერ არ ვიცი როგორ უნდა გამოიყურებოდა ზუსტად, მაგრამ დიდწილად აი ესეთი იქნება რა, არაფერი დიდად განსხვავებული. კარგი, მაგრამ ეხლა მოდი ჩვენ აი ამ ფუნქციას აი აქ ხო შეგროვდა ეს ისინი მისამართები ლისტად. და ამ ფუნქციამ რაზე იმუშაოს? ხომ და for loop-ით ხომ და გაიაროს რაღაცეები, ხო? და რა გაიაროს for loop-ით? აი მაგას ეგ მიიღოს მოდი პარამეტრად. ხო? ანუ ამ ფუნქციას რაღაცა პარამეტრი ჰქონდეს, file pass. აი ეს გადავცეთ. აი ამას იღებდეს ეგ პარამეტრად, ხო? რასაც მე for loop-ით გავივლით. ანუ და მე აქ შეგინით ამ ფუნქციის შეგინით დავწერთ for file pass in file pass. ხო? ოღონდ აქაც გვჭირდება, ხო? ეგ პარამეტრი რო კონდეს ამას. file pass და ნუ ასე შემდეგ აი ეს პროცესები მოხდეს. ეგეთი რაღაცები მოხდეს. კარგი, მოკლედ. დავწერთ ახლა ამ ფუნქციას ჩვენ მალე. და მივხვდით ხო რაც ხდება, ანუ ეს ფუნქცია უნდა აბრუნებდეს აი ამ dictionary-ს, ოღონდ უკვე სავსეს. ხო? დაკომპლექტებულს თავისი key-value წყვილებით. კარგი. და ეგ dictionary თუ გვაქვს, მერე რაღა დაგვშენია? მერე აი ეს ამბავი გვაქვს გასაკეთებელი. ეხლა აქ ჩვენ ხო ამისთვის მოდი ხო ამისთვისაც ცალკე ფუნქცია გავაკეთოთ და დავარქვათ მაგ ფუნქციას მოდი save word count და საიდან იღებს ეს მონაცემებს? ხო ეს მონაცემები ეს რა მონაცემებს იღებს? რეალურად dictionary-ს ხო? აი ამ ნახეთ word counter-ი ხო dictionary იყო აქ. აი მაგ მონაცემებზე მუშაობს. იქიდან მოაქვს ამას მონაცემები და მე ქმნის აი ამ files და შეგინით წერს ამ მონაცემებს, ხო? ამიტომ მოდი ამასაც აქ პარამეტრად ხო მოდი შევქნათ აი დავუშვათ ჯერჯერობით ესე ჩონჩხი მაგ აი ამ ფუნქციისაც def save word count და ამას კონდეს პარამეტრი word counter-ი, მოდი ესეთი სახელწოდების. ხო? და ნუ ცხადია რომ აქაც ჩვენ უნდა გადავცეთ მას ეს ცვლადი. ანუ ეს dictionary, საიდანაც წამოიღებს ამ ინფორმაციებს და შეასრულებს რაღაცა პროცესებს. word counter-ი. კარგი, ეგ არის. და აი აქ უკვე ეს გააკეთებს ამ შენახვას, აქ არაფერი არ ბრუნდება, ანუ აზრიც არ აქვს, ხო, რამე ცვლადში რომ შევინახოთ, ამის მოვლება არის, რომ უბრალოდ შექმნას ფაილი, ეს txt ფაილი. ხო, ამიტომ ეს აი ამათგან განსხვავებით ამას რაიმე ფაილში იმას ხო, ცვლადში შენახოს არანაირი აზრი არ აქვს. არც შეგვიძლია, მაგრამ ნუ არ გვაინტერესებს, ხო, ამან უბრალოდ უნდა შექმნას ფაილი. კარგი, აი ესეთი მონახაზი გვაქვს ჩვენ და ეხლა მოდი დავიწყოთ აი აქ get file pass. ამან უნდა დააბრუნოს ლისტი სადაც იქნება შეგროვებული ეს ფაილის მისამართები, ხო? ანუ ეს საქმე უნდა გააკეთოს ამან. და მოდი აი პირდაპირ ნახეთ ავიღებ და დავწერ ამას. აი აქ ნახეთ return და აი ეს. ეგ არის. ეხლა ნახეთ ეს ფუნქცია რო გამოიძახება, ეს დაბრუნდება. ანუ ეს ამბავი შეინახება ამ ცვლადში. აი ფაქტობრივად ზუსტად იგივე რაღაცა ხდება. ანუ ეს ფუნქცია აბრუნებს ამას. აი ფაქტობრივად პირდაპირ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ აქ წერია ეს. რაც აქაც ეგრე იყო. ხო? აქაც ეგრე ქონდა ჩვენ, არაფერი განსხვავებული. უბრალოდ ეს ხა ამ შემთხვევაში ფუნქციას ჩავაბარეთ. აი ფუნქცია გამოვიძახე და ის გვიგეთებს ამას. ოკეი. ნუ ხა ზოგადად ფუნქციების რაღაცა ხო სიკეთეებზე ჩვენ ვილაპარაკეთ ადრე, ხო? ანუ გატესტვა რომ შეგვიძლია მისი მრავალჯერადი გამოყენება,
copy paste-ებსო თუ თავიდან გვაშორებს და ასე შემდეგ, ხო? კიდე გაჩვენებთ მე კიდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს ფუნქციების. კარგი. ეხლა ეს ამბავი გავიარეთ. აი აქ რა ხდება? ამას გადაეცა, ესე იგი ეს ლისტი. ხო, აი ეს ლისტი, აი როგორც აქ ხონდა, ხო? ლისტი გადაეცა და მე გავიარეთ for loop-ით რაღაცებიდან გავაკეთეთ. კარგი. აი აქაც აბსოლუტურად შეგვიძლია რომ ეს მთელი კოდი ავიღოთ. დავაკოპიროთ. ჩავსვათ აქ. გავალამაზოთ, რა თქმა უნდა, ინდენტაციები დავიცვათ, გავწიოთ ესე გვერდზე. და შემდეგ, როცა ეს ყველაფერი დაასრულებს მუშაობას, გავაკეთოთ return word counter. ხო, ეს უნდა აბრუნებდეს dictionary-ს. ხო, როგორც აქ შევთანხმდით და მე მაგ dictionary-ს გადავცემ მე აი ამ ჩემს save word count ფუნქციას. ხო, რომელიც გამოიყენებს ამ ინფორმაციას, ამ dictionary-დან ინფორმაციას ფაილის შესაქმნელად და რაღაცეების ჩასაწერად. კარგი. ამისთვის რას ვაკეთებ? ისევ და ისევ. ავიღოთ ეს, ჩავსვათ აქ, ოღონდ ხო, ნუ ეს პირველ რიგში ინდენტაცია. ესე. და ხო, აი პირდაპირ შეგვიძლია გავაკეთოთ, იმიტომ რომ პარამეტრსაც უკვე ქვია word counter-ი, ეგეც არა გვაქვს შესაძლებელი. ეგ არის ეს კოდი. ეხლა უკვე ამჯერად ფუნქციებად ჩაწერილი. ხო, აი კარგად აქ ფუნქციებს შორის ზოგადად 2 space-ი უნდა დატოვოთ ხოლმე. ხო, აი ეხლა უკვე ფუნქციებად გვაქვს ჩაწერილი ეს ყველაფერი და იმუშავებს ზუსტად ისე, როგორც ჩვენი აი ეს პროცედურული ვერსია მუშაობდა. ნუ აქ თუ გაქვთ ნანახი ეს ვიდეო if name odres main check-ზე, მაშინ აი ესეც შემიძლია რომ გაჩვენოთ თუ არა და ამის გარეშეც იგივე შედეგს მივიღებთ ამ წუთას. კარგი, მოდი აბა გავუშვათ და ვნახოთ თუ შეიქმნება ჩვენი word count txt. გავხსნათ ეს და კი ბატონო. აქ არის ეს. ეხლა აქ შეიძლება მაგალითად აი ფუნქციონალურში რო გადავიდეთ. მე ხო ეს გავუშვი, ის ხო არ გამიშვიათ, აღარ მახსოვს. ეს გავუშვათ, მოდი და დავწუნდეთ რომ მუშაობს, კი ბატონო მუშაობს. კაი. რაღაცები შეიძლება შეცვალოთ. მაგალითად, აი აქ მეორე პარამეტრიც რო კონდეს ამას და სახელის დაზუსტება რო შეიძლებოდეს გამოძახების დროს. აი ეგეთი რაღაცა სცადეთ თუ გინდათ. აი კიდე ერთი პარამეტრი გააკეთეთ ამას და მე აქ ვიძახებ მე. მან დრო შემეძლოს აი ამ ფუნქციის გამოძახების დროს მე რო შემეძლოს რომ აი მე რაც მინდა რომ ერქვას, აი ის რო ერქვას ამ საბოლოო ფაილს. ხო? აი მოდი ეს პატარა დამატება გააკეთეთ ახლა თქვენ აი ამ კოდში. კარგი. თუ რამე გავგებარი იყო, აუცილებლად გამაგებინეთ ამის შესახებ.